ვფიქრობ, შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმებით ყველას, ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით. ამ მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმების მომავალთან დაკავშირებულ ვებინარზე. მე მქვია ირინა გორდელაძე, მე მოდერატორი. ჩვენ ამჟამად გვაქვს როგორც რუსულ ენაზე თარგმანი, ისევე ქართულ ენაზე თარგმანი, ესე რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი ღილაკი ქვემოთ და გერმანული აღნიშნავს ქართულს. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ მეხუთე მოდულს. ეს არის მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმების მომავალი, პრაქტიკის მარკეტინგი და კომუნიკაცია. საუბარი იქნება იმაზე, როგორ გავაკეთოთ თქვენი პრაქტიკის მარკეტინგი და კომუნიკაცია. და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი იქნება ჩვენი სპეციალური სტუმარი მაიკლი, რომელიც მართავს წარმოადგენს ამ პრეზენტაციას. პრეზენტაციის დროს თქვენ მოისმენთ აი მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. აგრეთვე უფროსი ფინანსური სპეციალისტი მსოფლიო ბანკიდან ნატალი გახსნის დღევანდელ ვებინარს. ნატალი, გთხოვთ სიტუაცია. დიდი მადლობა, ძვირფასო ირინა, მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მსოფლიო ბანკის სახელით. მე მოხარული ვარ მოგესალმოთ თქვენ აი ამ ღონისძიებაზე. ეს არის ერთ-ერთი მთელი რიგი სერიებიდან ღონისძიებებისა, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო ბანკი და მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმებისთვის საქართველოში და უფრო ვრცელ რეგიონში, აგრეთვე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და ეს პროექტი ხორციელდება ევროკავშირთან თანამშრომლობის გზით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენს პრაქტიკაში, რომ თქვენ ადაპტაცია მოახდინოთ ახალ გამოწვევებთან. დღეს ამ ფირმებს სჭირდებათ, ესე იგი, რაღაცნაირად შეეწყონ აი ამ ახალ გამოწვევებს, დაძლიონ ახალი გამოწვევები და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ზუსტად პასუხს გაგცემთ თუ როგორ შეიძლება ამის მოხერხება და თქვენ აგრეთვე შეძლებთ მოისმინოთ არა მხოლოდ მოისმინოთ პრეზენტაცია, აგრეთვე დასვათ შეკითხვები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გვექნება შეკითხვა-პასუხის დრო, თუ არა ჩვენ ცალკე შეხვედრას დავნიშნავთ აი ამ მიზნით. ამჟამად ესე იგი ბიზნესები და სპეციალისტები, მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმები ეძებენ ახალ საშუალებებს, რომ მოერგონ აი მცვალებად გარემოს და აი ამ მცირე და საშუალო პრაქტიკის ფირმებს აქვს ზუსტად ის ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. ანუ იმისთვის, რომ თქვენი მიწვდეთ, ესე იგი, თქვენს პოტენციურ კლიენტებს, აუცილებელია რაღაც სპეციალური ახალი მარკეტინგული სტრატეგიები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენ დღეს გვყავს ეს მაიკლი, რომელიც პრეზენტაციას გაგიკეთებს და შემდეგ ახლა მინდა აგრეთვე გადავცე სიტყვა ჯერ პოლს, რომელიც გვესაუბრება საორგანიზაციო საკითხებზე, როგორ წარიმართება ეს ვებინარი. შემდეგ სიტყვას გადავცემთ მაიკლს და იმედია, რომ ძალიან წარმატებული სესია გვექნება. ძალიან დიდი მადლობა ნატალი. დიახ, ეს არის შესავალი, მე უბრალოდ რამდენიმე სიტყვით მოგმართავთ და ვისაუბრებ კონტექსტზე ამ დღევანდელი პრეზენტაციისა. და ჩვენი დღევანდელი სპეციალისტი, რომელიც დღეს წარმოგიდგენთ აი ამ პრეზენტაციას, არის ძალიან გამოცდილი სპეციალისტი. უბრალოდ შესავალის სახით მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევაჯამო ის საკითხები, რომელიც ჩვენ უკვე დავფარეთ ამ ვებინარების სერიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გქონდა საუბარი
ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოახდინოთ ტრანსფორმაცია ამ მცირე და საშუალო ფირმებისა და ჩვენ წარმოვადგინეთ ეს სამუშაო გეგმა, სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება მცირე ფირმებს ტრანსფორმაციაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 მაშინ მხოლოდ დაიწყო, ახლა ფაქტიურად ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა და მან დააჩქარა ეს ტრანსფორმაციის პროცესი. და ესე იგი აუცილებელია რომ ამ ფირმებმა შეიმუშაონ საკონსულტაციო სერვისები, ამის შესახებ იყო საუბარი, უფრო დეტალური საუბარი ჩვენი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და აღნიშნული სლაიდები, აღნიშნული პრეზენტაციები წარმოდგენილია როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. ქართულ ენაზე უკვე არის რუსული თარგმანი ამჟამად პროცესშია, თარგმნის პროცესშია. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ აი ამ საკონსულტაციო სერვისების მოწყობის, აგების, შემუშავების საკითხებზე და თუ ჩვენ ესე იგი უფრო ღრმად შევხედავთ აი ამ მარკეტინგისა და პრომოუშენის სტრატეგიებს, მცირე ფირმებს შეუძლიათ ძალიან კარგად შეუძლიათ დააწყონოს საკონსულტაციო მომსახურება და მარკეტინგი გააკეთონ ამ სერვისებისა და ძალიან ხშირად ეს ნიშნავს, რომ ახალი კლიენტები უნდა მოვიძიოთ, ანუ დაუკავშირდეთ ახალ კლიენტებს, კორპორაციულ კლიენტებს და მარკეტინგი და პრომოუშენი არის ზუსტად ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის ამ ფირმებისთვის ამ გზაზე, ზუსტად ამის გამო ჩვენ შევარჩიეთ დღევანდელი ვებინარის თემა. მადლობთ პოლ და მადლობთ პოლ იმისთვის რომ სიტყვა მომეწით, იმისთვის რომ მომიწვიეთ ამ ღონისძიებაზე და ახლა და იმედი მაქვს რომ ეს სლაიდები სასარგებლო იქნება თქვენთვის და ეს იქნება ინტერაქტიული სესია. თქვენ საშუალება გექნებათ დასვათ კითხვები და მე ახლა მინდა გავხსნა სლაიდები. რატომ ვარ მე აქ? ანუ მინდა გაგაცნოთ ჩემი თავი. ბოლო 120 წლის განმავლობაში მე მუშაობდი ციფრულ მარკეტინგზე და სხვადასხვა საბუღალტრო და საფინანსო ორგანიზაციებისთვის და ვეხმარებოდი მათ პოზიცირებაში, მარკეტინგში, სტრატეგიების შემუშავებაში. ვერ გახსნა სათანადო სლაიდი, იმედი ახლა გახსნა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ამ საკითხებზე, ესე იგი ფაქტიურად ჩვენ ვისაუბრებთ ციფრულ მარკეტინგზე დღევანდელი სემინარის დროს. ალბათ ეს სარგებლო იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც მუშაობს დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც, თუმცა ჩემი პრაქტიკა ძირითადად კონცენტრირებული იყო დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე და ფაქტიურად ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში მომუშავე სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მომუშავე ფირმებს ეხება და ჩვენ ვაკეთებთ ყველა მარკეტინგის მონაცემების ტრეკინგს მთელი მსოფლიო მასშტაბით, იმისთვის რომ დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს ოპტიმიზაციაში, თავისი მუშაობის ოპტიმიზაციაში და ჩვენ აგრეთვე ვადევნებთ რამდენი ვიზიტია ვებგვერდებზე და ეს საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ინვესტიციის ღირებულება, მარკეტინგში ჩადებული ინვესტიციის ღირებულება. ჩვენ
ჩვენ ფაქტიურად ვაძლევთ მათ საშუალებას მიაღწიოთ 20%-იან ზრდას და 20%-ით იზრდება მათ ვებგვერდზე შემავალი ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ და ხოლო კავშირების რაოდენობა იზრდება 30%-ით. ანუ ჩვენ ვაანალიზებთ, ესე იგი, რამდენად კარგ კავშირს იღებენ ისინი ინვესტიციაზე. მე მინდა უბრალოდ გაგაწყვეტინოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან გთხოვთ შეანელოთ ტემპი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სინქრონული თარგმანი ამჟამად და თარგმანი ვერ მოესწრება თუ თქვენ ამ ტემპით ისაუბრებთ. ანუ ეს აქ არის საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, ვინ არიან ის კლიენტები, რომლებიც ჩვენ გვინდა მოვიზიტოთ ჩვენი მარკეტინგული აქტივობებით. შემდეგ გადაწყვეტილებები, ანუ რამდენად იყიდიან ამ ჩვენ რა გადაწყვეტილებს იყიდიან ჩვენი კლიენტები. მერე როგორ გამოვიყენოთ მარკეტინგი იმისთვის რომ მოვიზიდოთ ისინი და მე როგორ გავზომოთ ჩვენი მუშაობის შედეგები. ანუ პირველი ელემენტი არის მარკეტინგი. რა იქნება რეალურად ბენეფიტი, რა ბენეფიტს მიიღებენ თავისი ინვესტიციების შედეგად. როგორ დავარწმუნოთ ისინი, რომ დაგვიკავშირდნენ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ანგარიშს, ეს რას გვაჩვენებს ეს გრაფიკი? ბრენდის ანგარიში, ესე იგი, ეს იზიდავს ძალიან ბევრ კომპანიას, სხვადასხვა მთელი გლობალური მასშტაბით და ეს თვალს ადევნებს ამ გრაფაზე ჩვენ თვალს ვადევნებთ არა მხოლოდ კლიენტების ტიპებს, არამედ ჩვენ ვხედავთ როგორ ეს მახასიათებლები როგორ ზემოქმედებას ახდენენ კომერციულ ზრდაზე და ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ გარკვეული მახასიათებლების მქონე კომპანიები ფაქტიურად უფრო ადვილად შეგვიძლია მოვიზიტოთ ჩვენ. Some of your clients' businesses. პანდემიამაც მსგავსად 2008 წლის კრიზისისა გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რა თქმა უნდა, ჩვენს კლიენტებს და გარკვეული კრიზისი გამოიწვია, რა თქმა უნდა, COVID-მა და რა განაპირობებს, ანუ ბრენდის სიძლიერეს, ანუ ბრენდი ძლიერია, ბრენდი იმ შემთხვევაში თუ შეძლებს, ასე ვთქვათ, პირვანდელი მდგომარეობის მარტივად აღდგენას. ანუ ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ბრენდი, რომლის ანგარიში აღნიშნულია, რომ ბრენდმა, ესე ვთქვათ, თავისი ღირებულება ბოლო 10 წლის განმავლობაში, უბრალოდ 2008 წლის შემდეგ 10 წლის განმავლობაში თავისი ბრენდის ღირებულება 124%-ით გაზარდა. როგორ გამოიყურება ძლიერი ბრენდი? აქ არის წარმოდგენილი ძირითადი ელემენტები იმისა, თუ როგორია, ასე ვთქვათ, ძლიერი ბრენდი. ის ქმნის, რა თქმა უნდა, ემოციურ კავშირს თავის კლიენტებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური კავშირის არსებობა ადამიანებთან, კლიენტებთან, ის ინფორმაცია და ის მესიჯი, რომლის გადაცემასაც მარკეტინგი საშუალებით ცდილობს, უნდა იყოს ემოციური და მოქმედებდეს აუდიტორიის ემოციებზე, რა თქმა უნდა. და რეალურად ნამდვილობა ამ მარკეტინგის უნდა იყოს რეალური და
ნამდვილი იმისათვის, რომ მან ემოციური კავშირი დაამყაროს კლიენტთან და ემოციური გავლენა იქონიოს აუდიტორიაზე. ასევე ამ ბრენდს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მკაფიო მიზანი იმისათვის, რომ დააჩქაროს ბიზნესის განვითარება, მისი ზრდა. ასევე მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ იცავდეს, ესე ვთქვათ, და ბიუჯეტს, ანუ ახდენდეს გონივრულ ხარჯვას და ზედმეტი, ესე ვთქვათ, გადახარჯვა არ ახორციელებდეს ბრენდი. ასევე მას უნდა ჰქონდეს ნდობა თავის ძირითად სამიზნე კლიენტებთან და მას უნდა ჰქონდეს თავისი ხმა და არ უნდა იყოს ეს ბრენდი ჩუმად, ანუ მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ყოველთვის, ასე ვთქვათ, ახმოვანებდეს თავის პოზიციას და გავლენას ახდენდეს თავის კლიენტებზე და აუდიტორიაზე. როგორ უნდა ავაგოთ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ბრენდის რეპუტაცია? ეს ყველაფერი ემყარება სამ კომპონენტს. ეს არის ის თუ რაც ამბობენ თქვენზე ბაზრის მონაწილეები, ეს არის რეპუტაცია. როგორ ხართ ცნობილი ბაზარზე, ხართ თქვენ კანონმორჩილი ფირმა, თუ არ ხართ, ანუ იყენებთ საკონსულტაციო სერვისებს, ანუ საჭიროა თუ არა თქვენი ფირმის რეპუტაციის ცვლილება ბაზარზე, ანუ ეს უნდა გაანალიზოთ, როგორი რეპუტაცია გაქვთ. ასევე ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თქვენი არსებული კლიენტებისთვის, თქვენი პოტენციური კლიენტებისთვის. ასევე ხილვადობა, ბრენდის ხილვადობა, რამდენად ხილვადი ხართ სოციალურ მედიაში, სოციალურ საძიებო სისტემებში და შემდეგ უკვე თქვენი გამოცდილება. ანუ რითი ხართ ცნობილი, რამდენად იციან თუ არა დაუშვათ თქვენმა კლიენტებმა ან საზოგადოებამ, რომ გადაერთეთ დაუშვათ იგივე საკონსულტაციო სერვისების გაწევაზე. ანუ ახალი სერვისების გაწევა რომ დაიწყეთ. რა არის ძლიერი ბრენდის ფორმირების უპირატესობა? რა თქმა უნდა, ეს არის მე ფასტარმოქმნა რეალური პრობლემაა და მე ხა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძირითადად დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ვისაუბრებ და სადაც ესეც რეალურად წარმოადგენს პრობლემას. ანუ მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, დავიდავანებოთ კონკურენციას ფასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ, რა თქმა უნდა, ფოკუსირება და მივმართოთ ჩვენს რეალურად იდეალურ კლიენტებზე, მოვახდინოთ ფოკუსირება და აქცენტირება. ასევე მნიშვნელოვანია იმის კონტროლი, თუ როგორ აპირებთ თქვენი ფირმის განვითარებას, გაზრდას შემდგომ მომავალში და რა თქმა უნდა, ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოთ თქვენი რეპუტაციის გამყარებაზე და თქვენს ხილვადობაზე. თუ ყველასთვის აწარმოებთ მხოლოდ ანგარიშებს და ასე ვთქვათ, ელემენტარულ ბუღალტერულ სერვისების გაწევას, ესეცნაირად თქვენ ვერ შეძლებთ კლიენტების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება შემოსავალიც დაბალი გექნებათ და შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში კლიენტები ვერ შეინარჩუნოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ახალ ტენდენციებზე, ასე ვთქვათ, მორგება, საკონსულტაციო სერვისებზე გადასვლა, რასაც ეძებენ რეალურად თქვენი კლიენტები და ბაზარი. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გამოიყენოთ სწორედ მარკეტინგული ხერხები იმისათვის, რომ მოიზიდოთ ახალი კლიენტები. რა არის ლაკმუსის ტესტი ძლიერი ბრენდისთვის? რამდენად რელევანტურია ის, რამდენად დამარწმუნებელია და რამდენად ნამდვილია. თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენს კლიენტებს, რომ თქვენ ხართ ნამდვილად, ასე ვთქვათ,
ნამდვილი, ასე ვთქვათ, პარტნიორი ხართ თქვენი კლიენტების. აქ არის წარმოდგენილი მონაცემები მასთან დაკავშირებით, რომელიც გვიჩვენებს მარკეტინგული ხერხების გამოყენების შემდეგ როგორ შეიცვალა იგივე სიტუაცია საძიებო სისტემებში. აი ხედავთ, რომ 3.15 მილიარდს მიაღწია ძიებამ დღეში, რაც არის ყოველ წამში 40,000-ზე მეტი ძიება, რომელსაც მიმართავდნენ კლიენტები, ასე ვთქვათ, საძიებო სისტემებში. ანუ ხედავთ, რომ ტრაფიკი, თვითონ ინტერნეტ ტრაფიკი, საძიებო ტრაფიკი 130%-ით გაიზარდა გასულ წელიწადთან შედარებით. ამას, რა თქმა უნდა, არსებულმა სიტუაციამ შეუწყო ხელი. და რასაც ხედავთ, ეს არის ის, რომ აი გარდა ქმნის კლიენტების გარდა ქმნის 65% ეს ძირითადად მოდიოდა სწორედ აი ამ საძიებო სისტემების ტრაფიკის გზაზე. თვითონ ამ გარდაქმნის კონვერსიის ზრდა ეს არის პრაქტის ვების ჩემი ფირმის წლიდან წლამდე შედარებული, ასე ვთქვათ, მონაცემები. როგორც ხედავთ, კონვერსიის ზრდა 37%-ია გასულ წელთან შედარებით. ეს თვითონ იმეილი, ეს არის კომპანიის იმეილი, ფირმის იმეილი არის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, საშუალება იმისა, ეს არის ერთგვარი პირდაპირი კონტაქტი თქვენს კლიენტებთან და სწორედ აი ამ მარკეტინგული ხერხების გამოყენების შემდეგ გაიზარდა მომართვიანობა ფირმის იმეილზე. ამ კონვერსიასთან დაკავშირებით რას ნიშნავს ეს, რომ აგვიხსნა ზუსტად? მადლობა. მე ვსაუბრობ, როდესაც ვინმე მაგალითად სოციალური მედიიდან ან როდესაც ან ფასიანი რეკლამებიდან ვინმე თუ შედის დავშალ თქვენ საიტზე, ეს არის ის როგორ გიკავშირდებათ ის თქვენ არის ეს იმეილის საშუალებით, ტელეფონების საშუალებით და ჩვენ ანუ როგორ მაგალითად როგორ ჩამოტვირთოთ დავშოთ ელექტრონული წიგნები და ასე შემდეგ. ამისათვის გჭირდებათ რაღაც გარკვეული ელექტრონული მონაცემების შეტანა იმისათვის, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დავინახოთ ადამიანების ინტერესი ამ საძიებო სისტემებში, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ ინტერესი თქვენი ფირმის მიმართ. რა თქმა უნდა, ვებგვერდი უნდა პასუხობდეს ამ მოთხოვნებს და იძლეოდეს ამის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, საჩვენებელ ადგილზე უნდა იყოს ფირმის ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო ასე ვთქვათ, საშუალები. ანუ როგორ რა თქმა უნდა, ბუღალტრებს უყვართ მონაცემები, მათი შესწავლა და ამ მონაცემების შედარება. საშუალოდ, ანუ ჩვენ რა შევამჩნიეთ, ანუ მარკეტინგული ღონისძიებების გამოყენების შემდეგ, ანუ ჩვენ ვნახეთ, რომ გაიზარდა, რა თქმა უნდა, ვიზიტები საშუალო რაოდენობა თვეში, ესე იგი ჩვენ მუშაობთ ამისათვის, რომ კონტენტი იყოს სრულყოფილი და თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის ის, რომ ტრაფიკის ზრდა 167%-ით რეალურად მარკეტინგული სერვისების წყალობით და 85%-ით გაიზარდა სწორედ ინფორმაციის მოძიების შემთხვევები ჩვენი მარკეტინგული სერვისების შედეგად. ეს არის სწორედ ის შედეგები, თუ თქვენ გადაიწყებთ მარკეტინგული სერვისების გამოყენებას. საიდან უნდა დაიწყოთ? ანუ პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანი არის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ ვის მოზიდვას ვცდილობთ.
ანუ როგორ მოვიზიდოთ კლიენტები და მაგალითად იმისაც რომ კლიენტი ესე ვთქვათ მოვიძიოთ ამისათვის ჩვენ უნდა გამოვირჩეოდეთ ფირმების მთლიანი მასიდან და უნდა ვცდილობდეთ რომ დავამყაროთ ასე ვთქვათ გონივრული კავშირი ჩვენს პერსპექტიულ კლიენტებთან და ყოველი შესაძლებლობისთანავე ასე ვთქვათ და კომპანიების და კლიენტების 76% მოელის სწორედ ასეთი გამორჩეული სერვისების მიღებას თქვენგან. ჩვენ ვისაუბრეთ ემოციური კავშირის შესახებ ჩვენს კლიენტებთან. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა ფიქრობდეთ ისე როგორც თქვენი კლიენტები და უნდა გრძნობდეთ ისე როგორც ისინი, ასევე უნდა ცდილობდეთ და გესმოდეთ რა აინტერესებთ მათ და ასევე უნდა იცოდეთ თუ ვინ ახდენს მათზე გავლენას ანუ ვინ ახდენს გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე სიტყვაზე და არის ძალიან ბევრი სხვადასხვა რამ რაც მოქმედებას ახდენს ინვესტორებზე, ბიზნეს პარტნიორებზე და ასე შემდეგ. მე უკვე დგება გადახდის საკითხი. რა არის ძირითადი გამოწვევები? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც მარკეტინგზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვუთხრათ, რომ ესე იგი ფაქტიურად ჩვენ დავაძლევიებთ ამ გამოწვევებს და ჩვენ გვესმის მათი პრობლემები. ჩვენ ვიცით რა უნდათ მათ, რა იქნება რა არის მათი საბოლოო მიზანი და რისი გაკეთება უნდათ როგორც ბიზნეს. ანუ ჩვენ გვესმის თუ ჩვენ ვაჩვენებთ რომ გვესმის მათი მაშინ ჩვენ კარგად წავმართავთ მარკეტინგის კომპანიას. აგრეთვე დავფიქრდეთ კლიენტთან ურთიერთობაზე. დარწმუნდით რომ აკმაყოფილებთ მათ მოლოდინს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ეს არის საბაზისო სერვისი. თუ რა ტიპის სერვისის მიწოდება გინდათ, ესე იგი თქვენ უნდა აჩვენოთ რომ მიაწოდებთ სერვისებს ზუსტად მათი მოლოდინის შესაბამით. ანუ სანდო გადაწყვეტებს მიაწოდებთ განსაზღვრულ ფაქტურად თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები იქნება მათ შორის თუ რა უნდა თქვენ განსხვავებულ კლიენტებს და თქვენ უნდა შესაბამისი გადაწყვეტები მოიძიოთ. განიხილეთ თქვენი ნიშა, ანუ რა სფეროში ბიზნესის რა სფეროში შეგიძლიათ თქვენ გახდეთ უფრო მიმზიდველი სხვადასხვა ტიპის კომპანიებისთვის. ნიშის პოვნა დაგეხმარება თქვენი სამიზნე ბაზრის და კონკურენციის შემოფარგლაში. თუ თქვენ ფიქრობთ ნიშაზე, ანუ თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სახის ნიშები მოიფიქროთ. ანუ ეს შეიძლება ეყრდნობოდეს ფასს, ეს შეიძლება ეყრდნობოდეს დემოგრაფიას, ანუ სქესი ასაკი შემოსავლის დონე თქვენი კლიენტების ხარისხის მიხედვით ნიშა და თქვენ შეიძლება აირჩიოთ ერთი სექტორი ან რამდენიმე სექტორი, ან შეიძლება აირჩიოთ რამდენიმე მაჩვენებლის საფუძველზე მაგალითად გაერთიანდეს ფასი, დემოგრაფია, ხარისხი, სექტორი. ამას კიდევ დაუბრუნდებით ჩვენ, მაგრამ მთავარი არის რეზუმე ამ სექციის არის რომ კლიენტი ემოციური კავშირის დამყარება კლიენტთან, რის მოტივირებას ცდილობს, განსაზღვროთ სერვისი, განსაზღვროთ რა ტიპის მომსახურებას ელიან თქვენგან და განსაზღვროთ ნიშა. ანუ ეს არის სამი საკითხი. მე მინდა კითხვა დაგესვათ, ესე იგი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ტიპის კლიენტები უნდა მოვიზიდოთ, ხომ? ეს არის ფაქტიურად იგივე პრინციპი, რომელსაც ამჟამად იყენებთ თქვენ ახლანდელ კლიენტებთან მიმართებაში.
ანუ თქვენ მუშაობთ საგადასახადო საკითხებზე თქვენი კლიენტებისთვის ან სხვა სახის საბუღალტრო აღრიცხვაზე თქვენი კლიენტებისთვის ანუ ეს ძალიან გავსახვამდელ პრაქტიკას ფაქტიურად ანუ პრინციპი იგივეა რაც იგივე პრინციპს იყენებთ რაც ამჟამინდელ კლიენტების მიმართ იხსენებთ კი თქვენი პოზიცირება ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ გამოიყენოთ არსებული კავშირები არსებული ურთიერთობები შეიძლება უფრო ადვილი იყოს მიყიდოთ თქვენი სერვისები უკვე არსებულ კლიენტებს მაგრამ თქვენ უნდა იპოვოთ ის კლიენტები და klientები რომლებიც იყიდიან ამ ახალ პროდუქტებს თქვენგან თქვენ შეიძლება გამოიყენოთ არსებული კლიენტთა არსებული ბაზა მაგრამ თქვენ მაინც უნდა აუხსნათ მათ რის გაკეთებას აპირებთ რა დამატებითი სერვისების მიწოდებას აპირებთ რა იქნება მათთვის რა სარგებლოს მიიღებენ ისინი აქედან თუმცა თქვენ შეიძლება გარკვეული ნაწილი კლიენტებისა დაკარგოთ იმის გამო რომ აი რაღაც ახალ სერვისებზე გადადიხართ. შეიძლება თქვენ თვითონ გადაწყვეტოთ, რომ გარკვეული ტიპის კლიენტები აღარ გჭირდებათ, იმიტომ რომ რაღაც სხვა სახის სამუშაოზე გადადიხართ. ეს არის ზუსტად პოზიცირების საკითხი. ანუ თქვენ უნდა დაანახოთ, როგორ იცვლებით და რას თავაზობთ. კარგით, მოდით, აი აქ არის ერთი მაგალითი საოჯახო ბიზნესი. ჩვენ გვაქვს არუში და დევი. ეს არის ძალიან ჰიპოთეტური ეს არის მოგონილი პიროვნებები, არარეალური პიროვნებები. ეს არის ფიქციური ვებგვერდი, ანუ არ არის ნამდვილი ვებგვერდი და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, ჩვენ ფაქტიურად ვაცოცხლებთ მათ. ჩვენ ვიღებთ მაგალითად საოჯახო ბიზნესს, ასაკი არის 35-დან 65 წლამდე. ჩვენ ვიცით რა ნიშაში მუშაობენ ისინი, ჩვენ ვიცით რა სახის სერვისის მიღება უნდათ მათ. ისინი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ეს არის ოჯახის მიერ მართვადი ბიზნესი, ეს არის ნიშა და მათი ბრუნვარი დაახლოებით 500,000 ფუნტიდან 1,5 მილიონ ფუნტამდე. ანუ მნიშვნელოვანია, როდესაც ახალ ადამიანებს იღებთ თქვენს ფირმაში, თქვენ შეგიძლიათ დაჩვენოთ ეს არის კომუნიკაცია დაამყაროთ ამ ფირმასთან და თქვენ უნდა იცოდეთ როგორ ელაპარაკოთ მათ. შეიძლება აგრეთვე თუ მათთან დაკავშირებული რისკი მაღალია, სხვა ტიპის საუბარი, სხვა ტიპის კომუნიკაცია უნდა დაამყაროთ მასთან, ანუ სხვანაირად საუბრობთ. თუ ჩვენ უბრალოდ უნდა გავიგოთ როგორც პიროვნული მახასიათებლები, ასევე მათი რისკიანობა. ანუ ამ შემდეგ სლაიდზე გადავედით, შემდგომი საკითხავი მასალა. ანუ აქ ნაჩვენებია საკითხავი მასალა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გახსნათ ეს გვერდი და იხილოთ დამატებითი მასალები. მყიდველის გზა. ანუ მყიდველის გზა, როგორ იღებენ ისინი გადაწყვეტილებას ყიდვასთან დაკავშირებით. მათ აქვთ მყიდველი იდენტიფიკაციას უკეთებს პრობლემას, მერე ეძებს გადაწყვეტის გზებს და მერე პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა. მე ვსაუბრობდი ძალიან ბევრ ფირმებთან, მაგრამ მათ ძალიან ხშირად არ იციან, რაში მდგომარეობს მათი პრობლემა. ანუ პრობლემის იდენტიფიკაციის დროს შეიძლება არ იცოდნენ მათ რა პრობლემის წინაშე დგანან და როგორ შეიძლება შემდეგ არის გადაწყვეტის შეფასება. ისინი ელიან, რომ მათი კრიტერიუმების საფუძველზე თქვენ შეაფასებთ ამ გადაწყვეტას. აქ საინტერესოა, რომ ადამიანები ძალიან ხშირად უბრუნდებიან, კვლავ და კვლავ უბრუნდებიან ამ ეტაპს. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და ეს
ფაქტიურად ეს არის უწყვეტი და რთული ციკლი. თვითონ მომენტი ციკლურობის ეს არის ციკლურობის გადასინჯვის და გადაფასების გამაპირობებელი ფაქტორი. თუ თქვენ მიაწოდებთ მათ სრულ ინფორმაციას, რაც მათ ჭირდებათ, მოახდენთ იდენტიფიკაციას პრობლემის, მიაწოდებთ გადაწყვეტას, შეაფასებთ საჭიროებებს, მაშინ შეიძლება უკან არ დაუბრუნდეთ ისევ პირველ ეტაპს. თუ თქვენ დააკმაყოფილეთ ყველა მათი მოლოდინი, ესე იგი, მომხმარებელს შეიძლება თუ მიაწოდეთ ყველაფერი, რაც მათ მოლოდინს შეესაბამება, მაშინ ისინი ისევ პირველ ეტაპზე აღარ გადავლენ. გადაწყვეტილების მიღების გზა ეს დამოკიდებულია ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიაწოდებთ, როგორ შეგვიძლია დახმარება. ანუ იმოქმედეთ როგორც ინფორმაციის დამაკავშირებელმა, ისე რომ ეფექტიანად შეძლონ თავიანთი აზროვნების ორგანიზება და შეხება. ანუ შემუშავება იმ სტრატეგიისა, რომელიც მათ ჭირდებათ მათი ამოცანების გადასაწყვეტას. ანუ კონტენტი და ინფორმაცია და შემდეგ ინსტრუმენტები. ანუ თქვენ გახვედით უკვე დაუკავშირდით კლიენტს, მათი დახმარება ყიდვაში არ არის ყიდვის პრობლემა. ეს არის ინფორმაციული პრობლემა. შეიძლება თქვენ მარკეტინგულ კონტენტში ეს მკაფიოდ აღნიშნოთ. მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შესყიდვის განხორციელებაში მათ დასახმარებლად არის შექმნილი, არის ერთადერთი უდიდესი ზემოქმედება გარიგების ხარისხზე, რაც კი ოდესმე აგვისახავს ჩვენს კვლევებში. ეს არის ძალიან ძლიერი მტკიცებულება, ამიტომ კონტენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით ვიფიქროთ, რა არის ჩვენი მიზანი, რის მიღწევა გვინდა. თქვენ გაქვთ ბიზნეს ხედვა, თქვენ იცით, სად არის ჩრდილოეთის ვარსკვლავი, ანუ წელიწადში 2-3 წელიწადში საითკენ გინდათ რომ წახვიდეთ და მარკეტინგი დაგეხმარება თქვენ რომ შესაბამისობაში მოხვიდეთ აი ამ თქვენ გეგმებთან. მაგალითად თქვენ გინდათ გაზარდოთ თქვენი კლიური შემოსავალი, ვთქვათ X%-ით და ყოველწლიურად თქვენ გინდათ 96 ახალი კლიენტის მოზიდვა. მაგალითად, თქვენ გინდათ 8 ახალ კლიენტს მიაწოდოთ ყოველ თვე რაღაცა X ღირებულების სერვისი და გაზარდოთ მოკვლევა თვეში 30%-ით. ანუ ეს არის ხელშესახები მიზანი, რომელიც ჩვენ უკვე დავისახეთ. გსურს უფრო მეტად ჩავთოთ არუში და დევი, ვთქვათ, ჩვენს მარკეტინგში. მარკეტინგული კამპანია უნდა განვახორციელოთ ვებგვერდის საშუალებით. შემდეგ რაღაცნაირად მოვიზიდოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე. მოვიზიდოთ უფრო მეტი ადამიანი ვებგვერდზე ფაქტიურად და კონვერტაცია გარდაუქმნათ ისინი ჩვენს მომხმარებლებად. თქვენ ამბობთ, რომ თქვათ იმ კლიენტებიდან, რომლებიც თქვენს ვებგვერდზე შემოდიან, თქვენ გინდათ, რომ 80% აქციოთ თქვენს კლიენტად, მაგალითად. ანუ თუ 2%-ის მოზიდვა შეგიძლიათ მხოლოდ, მაშინ თქვენ 500 ვიზიტი გჭირდებათ თქვენ ვებგვერდზე. ანუ 500 ვიზიტის შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ 500 ვიზიტი თქვენს ვებგვერდზე იმისთვის რომ 2%-ით გაზარდოთ თქვენი კლიენტების რაოდენობა ან 1000 ვიზიტი თქვენს ვებგვერდზე იმისთვის რომ 5%-ით გაზარდოთ რეალურად მოზიდული კლიენტების რაოდენობა. კითხვა მაქვს მაიკ. კითხვა
ფაქტიურად ნებისმიერი შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდი ამ ფირმას უკვე აქვს. ანუ ეს ყველაფერი გულისხმობს, რომ ფირმას, მცირე საბუღალტრო ფირმას, პრაქტიკის მქონე ფირმას აქვს თავისი ვებგვერდი, რომლის გამოყენებაც შეუძლია კლიენტს და აგრეთვე სოციალურ მედიაშიც აქვს იგი თავისი გვერდი. კი, ვებგვერდი არის ფუნდამენტი, ფაქტიურად. ყველა ეს კავშირები შესაძლო ფირმებთან, შესაძლო ფაქტიურად ყველაფერი ეყრდნობა ვებგვერდს. თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ ვებგვერდი, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ გარკვეული ინსტრუმენტი, მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც მეშვეობითაც თქვენ იზიდავთ კლიენტებს. შეიძლება სოციალურ მედიაში თქვენ მშვენივრად მუშაობდეთ, მაგრამ თუ ფირმას უნდა რომ თუ კლიენტს უნდა დაგიკავშირდეთ, ის საძიებო სისტემას იყენებს ინტერნეტში და კარგი ვებგვერდი ფაქტიურად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს კლიენტზე. დიახ, და უნდა ცადოთ, რომ ეს ტრაფიკი გადმოვიტანოთ თქვენს ვებგვერდზე. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ და აი ღონისძიების და დღევანდელი ტრენინგის დანიშნულება და მიზანიც ეს არის, რომ ვაჩვენოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვებგვერდი ახალი კლიენტების მოზიდვაში, რომ ის ადამიანები დავუშვათ, რომლებიც ეწევიან თქვენს ვებგვერდს, თქვენს კლიენტებად აქციოთ. აი ეს არის საბოლოო მიზანი. დიახ, მას მე ვახსენე სწორედ ეს კლიენტების პოტენციური ვიზიტორების კლიენტებად გარდაქმნის მაჩვენებლები. ანუ რას ვისახავთ მიზნად ამ მარკეტინგული კამპანიის განხორციელების შედეგად. საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი იქნება 2%-იანი მაჩვენებელი, დაბალი იქნება 4%, მაღალი 11%. და ვებგვერდი თუ იქნება გამოყენებული მოკვლევისთვის, საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი იქნება 3%, დაბალი 6% და მაღალი 9%. ანუ მარკეტინგული კამპანიას და ვებგვერდიც უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ისინი, ვინც არ არიან ჩვენი კლიენტები, ჩვენს კლიენტებად ვაქციოთ. და ვებგვერდზე სწორედ ეს ტრაფიკის ზრდის მაჩვენებლები თუ დავაკვირდებით მათ და თუ ხედავთ, რომ მათ აქვთ ზრდის ტენდენცია, ეს რა თქმა უნდა კარგი მაჩვენებელია, რომ შესაბამისად ამ კონვერსიის, ანუ ჩვენს კლიენტებად ვიზიტორების გარდაქმნის მაჩვენებელი სავარაუდოდ თუ კარგია, ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შესაძლებელია რომ გყავდეს პოტენციურად გაზრდილი klientები. ანუ ამ ადამიანებს არ უშდა დევის აინტერესებს ასე ვთქვათ გარკვეული დახმარება. მათ აქვთ კითხვები, როგორ განავითარონ თავიანთი ბიზნესი და რა თქმა უნდა მათ აქვთ მთელი რიგი გამოწვევები, აქვთ თავიანთ საქმიანობაში, ანუ რომელი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენონ, რა სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რა უნდა ღირდეს ეს სერვისები, როგორია რჩევები, როგორია მომხმარებელთა მომსახურება და ასე შემდეგ. ანუ მთელი რიგი გამოწვევები და კითხვები არსებობს მათ წინაშე. და იდეალური კლიენტები რას აკეთებენ ამ პროცესში? ისინი მათ არ აქვთ პასუხი, შეიძლება არ ქონდეთ რაღაც მთელი კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხი. ამისათვის ისინი მიმართავენ თავიანთ მეგობრებს, თავიანთ ახლობლებს, ნათესავებს და ასე შემდეგ. ისინი ცდილობენ ნახონ სასურველი და საინტერესო ინფორმაცია ვებგვერდზე და რაღაც ეტაპზე ისინი ასე ვთქვათ იღებენ გადაწყვეტილებას. და ეს არის რაღაც გადაწყვეტილებების ესე ვთქვათ უკვე მიღწევა, რომ მოხდეს მათი საქმიანობის ოპტიმიზაცია. ანუ მათ უნდა გაარკვიონ და მათ უნდა, რა თქმა უნდა,
მოიძიონ შესაბამისი პროგრამული ზრუნველყოფა თავიანთი სერვისებისთვის, რა თქმა უნდა, მათ უნდა იცოდნენ და გაარკვიონ ბუღალტრული აღრიცხვის ფასი. რა თქმა უნდა, იმ ემოციური კონტაქტის საფუძველზე ისინი იწყებენ უკვე შემუშავებას, ასე ვთქვათ, საოჯახო ბიზნესისთვის, როგორი უნდა იყოს მათი ბუღალტრული და უშუალოდ აღრიცხვა და სერვისი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვიღებთ უკვე აი ესეთ ასე ვთქვათ კომბინაციას სხვადასხვა კონტენტის და სხვადასხვა სტრატეგიებისა და მიდგომების, რომელიც გვაძლევს ასე ვთქვათ დაბალანსებული და სრულყოფილი მთელი ასე ვთქვათ კონტენტს, როგორც განხილვის სტადიაზე, ანუ გახსოვთ ჩვენ ანუ რა თქმა უნდა ეს პროცესი უნდა იყოს კლიენტების საჭიროებების შესაბამისი. ანუ გარკვეული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელზეც შეიძლება გაითვალისწინოთ ან განეხილოთ ანუ აქ წარმოდგენილი გვაქვს შინაარსთან დაკავშირებული კონტენტთან დაკავშირებული იდეები არუშის და დევისთვის, ანუ ჩვენს მაგალითში. ანუ განსაზღვრავთ უნდა არსებობდეს ესე ვთქვათ გარკვეული სრული სახელმძღვანელო, თუ როგორი უნდა იყოთ, როგორ იყოთ თქვენი მცირე ბიზნესის ფინანსების კურსში მუდმივად, როგორ და ეს არის სწორედ კლიენტის ინფორმირებულობა და ეს არის მნიშვნელოვანი, როგორ დაეხმარა მაგალითად იგივე ბრისტოლში მდებარე ABC ბუღალტრული ფირმა XYZ მცირე ბიზნესის ბიზნეს ფინანსების მოზიდვაში. ეს არის უკვე კლიენტის შეფასების მაგალითი. ასე რომ რამდენად მარტივია ჩვენს მაგალითში ესე ვთქვათ ბრისტოლში მდებარე ABC ფირმის ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურების მიღება. ამისათვის ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას XYZ მცირე ბიზნესისგან და ეს არის უკვე კლიენტის შეძენა. და შემდეგ უკვე უნდა ვიმუშაოთ მოზიდული კლიენტის შენარჩუნებაზე. და რაც ვაკეთებთ ჩვენ ვაწარმოებთ ციფრული მარკეტინგის კამპანიას, შევიმუშავებთ ამ კამპანიას, როგორ უნდა განვახორციელოთ. ჩვენ გვაქვს ეს სრული სახელმძღვანელო, ჩვენ გვაქვს ძირითადი ესე ვთქვათ, რომელიც შეიცავს ამ ძირითად საჭირო შინაარსს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვამზადებთ გარკვეულ სტატიებს, რომლებიც კომერციულ გვერდებზე განთავსდება, ასევე სოციალურ მედიაში იქნება ასე ვთქვათ გამოქვეყნებული სტუმრის ბლოგპოსტზე, ვებინარზე, ღონისძიებაზე გაჟღერდება ეს კამპანია და ეს არის ასე ვთქვათ ერთგვარი მექანიზმი იმისა და სქემა, თუ როგორ შეიძლება შევადგინოთ გარკვეული მარკეტინგული კამპანია, გარკვეული სერვისების შესახებ იმისათვის, რომ ხილვადობა ფირმის მაქსიმალურად გავზარდოთ. არსებობს დიახ, მაიკ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შენი ასე ვთქვათ სტუმრობა დღეს და ასევე ჩვენ გვინდა რომ დაგისვათ გარკვეული კითხვები. რომლითაც ალბათ დრო გვექნება. დიახ, მე ეხლა წარმოგიდგენთ 7 ეფექტურ მარკეტინგულ ტაქტიკას. რომელიც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად მარკეტინგული კამპანიის წარმოების დროს. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი ხედვა, მისია და მიზანი. ეს ყველაფერი უკავშირდება რა თქმა უნდა ბრენდს და ეს გზავნილი სწორედ ეს ინფორმაცია უნდა გავზარდეთ ჩვენს კლიენტებს, რომელთა მოზიდვაც გვსურს. და სწორედ ეს ხედვა, მისია და მიზანი უნდა გამოგვარჩევდეს ჩვენი კონკურენტებისგან. და ეს არის სწორედ და რა თქმა უნდა ჩვენი სპეციალიზაცია უნდა გავითვალისწინოთ და ნიშა უნდა ავირჩიოთ ჩვენი ბაზარზე და ასევე უნდა გქონდეს ჩვენი ხმა და ჩვენი ხმა სხვებს უნდა ესმოდეს აუდიტორიას და ბაზარს.
და რა თქმა უნდა ასე ვთქვათ გავითვალისწინოთ თუ რამდენად ეხმიანება ჩვენი ამჟამინდელი მახასიათებლები ჩვენი კლიენტების საჭიროებებს. Რა თქმა უნდა, ეს უნდა პასუხობდეს მათ საჭიროებებს იმისათვის, რომ ისინი ჩვენი კლიენტები გახდნენ. ამიტომ ეს ინფორმაცია მკაფიოდ უნდა იყოს გადმოცემული ჩვენს ვებ გვერდზე. თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი ბრენდის სწორი ფორმით, სხვადასხვა მარკეტინგული საშუალებების, მათ შორის თქვენი ვებ გვერდის საშუალებით, თქვენ უნდა ააგოთ თქვენი ვებ გვერდი სწორედ და მოარგოთ ის იდეალური კლიენტების ინტერესებს და ახსნათ და განმარტოთ თუ როგორ აპირებთ მათ დახმარებას. თუ იცით მაიკ რომელიმე ასე ვთქვათ რელევანტური და შედარებით მარტივი ვებ გვერდი, რომელიც შეიძლება ნახონ დაუშვათ ჩვენმა მონაწილეებმა და გამოიყენონ ის გარკვეულად რომ უფრო კარგად გაიგონ და გაერკვნენ დაუშვათ აი ამ პრინციპებში, რომელსაც თქვენ წარმოგვიდგენთ დღეს. დიახ, რა თქმა უნდა, კითხვა-პასუხის სექციაში ამაზე ვისაუბრებთ. და რა თქმა უნდა, მიმზიდველი უნდა იყოს თქვენი ვებ გვერდი, თქვენი კლიენტებისთვის და მოიზიდოთ ისინი სწორედ იმ საკონსულტაციო სერვისებისთვის, რომლის გაწევასაც თქვენ აპირებთ. ფოკუსირება კონტენტზე არის მნიშვნელოვანი და ეს აჩვენებს სწორედ თქვენს გამოცდილებას. და ის უნდა იყოს მიმართული იგივე მყიდველის ცოდნის ამაღლებისკენ. და იმისკენ რომ ადამიანებმა ასე ვთქვათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია და ცოდნა და ზოგიერთი საკითხი და თემა შეიძლება რთული იყოს და მაგრამ უნდა ეცადოთ რომ მაქსიმალურად მათი ცოდნა აამაღლოთ, მიეწოდოთ მათ ინფორმაცია და აი ამ კონტენტის გაცნობის დროს თქვენ საკმარისი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოთ და შემდეგ ყოველი დაუშვათ იგივე გვერდის ბოლოს ან სექციის ბოლოს თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ყველგან და ხაზი გაუსვათ, რომ მათ შეუძლიათ ამა თუ იმ სერვისის მიღება თქვენგან. ეს ხშირად უნდა მეორდებოდეს იმისათვის, რომ მათ ასე ვთქვათ ჩაუჯდეთ ეს, რომ დაუშვათ გარკვეული სერვისების მიღება არის შესაძლებელი თქვენგან. თქვენ მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი გამოცდილება და ცოდნა აი ამ ვებ გვერდზე და თუ როგორ შეგიძლიათ კლიენტების დახმარება იმათთვის წარმატების მიღწევაში. ანუ თქვენ უნდა გაყიდოთ თქვენი ვებ გვერდი და თქვენი თავი ამ ვებ გვერდის საშუალებით, რომ გახდეთ მიმზიდველი მაქსიმალურად თქვენი პოტენციური კლიენტებისთვის და რის ხაზი უნდა გაუსვათ მაქსიმალურად იმას, რომ თქვენ პასუხობთ მათ საჭიროებებს და შეგიძლიათ მათი დახმარება. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება კლიენტებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ბაზარზე და იქ არიან სხვა მსგავსი ფირმებიც, რომლებიც მსგავს სერვისებს თავაზობენ კლიენტებს. მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მათგან განსხვავებული ვიყოთ. მე შეიძლება მქონდეს სხვა პაკეტი დაუშვათ იგივე განსხვავებული პაკეტის სერვისების ჩემი პარტნიორებისგან ბაზარზე და შეიძლება გარკვეული პარტნიორობების დამყარდეს სხვა ფირმებთან, რომლებიც სხვა ტიპის სერვისებს თავაზობდნენ შეიძლება კლიენტებს და პარტნიორული ურთიერთობა ასეთ შემთხვევაში სხვა ფირმასთან შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს კლიენტისთვის. ანუ სხვადასხვა ტიპის სერვისებს კლიენტი მიიღებს დაუშვათ თქვენგან და თქვენი პარტნიორი ფირმისგან. ანუ ერთგვარი კომბინაცია მოხდება აი ამ სერვისების
ასევე ხაზი უნდა გაუსვათ იმას, თუ როგორი არის თქვენი სოციალური პასუხისგებლობა. მაგალითად, ბევრი კლიენტები სხვა შორის აფასებენ იმას, რომ სხვადასხვა რომ იმ ბიზნესებს თუ კომპანიებს, რომელთაც მათ აქვს ურთიერთობა, მათ აქვს სხვადასხვა აფასეულობები და რომ ისინი გამოირჩევიან სოციალური პასუხისმგებლობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტებისთვის და ეს დადებით გავლენას ახდენს კლიენტების მოზიდვაზე. ანუ ის რომ თქვენ ხართ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ბიზნესი, ეს არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი კლიენტისთვის, რომ თქვენ უფრო მეტ საკეთებთ ვიდრე უბრალოდ დავუშვათ ბიზნესის წარმოება. მნიშვნელოვანია რომ დავუშვათ თქვენ შეიძლება გაწუხებთ ესეთ სოციალური პრობლემები და ამ მიმართულებით დავუშვათ მუშაობთ და ზრუნავთ საზოგადოებაზე. ეს საკმაოდ ასე ვთქვათ მიმზიდველი და მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა იყოთ ყოველთვის თანმიმდევრული თქვენი ანუ შევაფასოთ, საჭიროა შევაფასოთ რა მიმუშავა, რა არ მუშაობს და შევწყვიტოთ იმის კეთება რაც არ მუშაობდა და ბოლო საკითხი და შემდეგ გადავალთ შეკითხვებზე, როგორ უნდა შევაფასოთ და გავზომოთ წარმატება. როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ვებგვერდი. ანუ ჩვენ ვაფასებთ, რამდენი ვიზიტი გვაქვს, რა ტრაფიკი გვაქვს ჩვენ ვებგვერდზე, ტრაფიკის წყარო, გვერდის სიღრმე და დახარჯული დრო. არ არის ესე იგი აუცილებელი რომ იყოს ძალიან გრძელი ვებგვერდი. შეიძლება ორი გვერდისგან შედგებოდეს სულ, მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ, რამდენი დრო დახარჯეს ადამიანებმა თქვენს ვებგვერდზე, როგორ წაიკითხეს ეს თქვენი ვებგვერდი. დააჭიროთ ღილაკს დასარეკად და წარმოადგინეთ საკონტაქტო ფორმა. და საშუალება მიეცით მათ, რომ დაგიკავშირდნენ ტელეფონით ან იმეილის საშუალებით. ანუ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, უკვე ვიზიტების რაოდენობა თვეში შეიძლება იყოს 500, კონვერსია, ანუ რამდენი მათგანი ვაქციეთ კლიენტებად შეიძლება იყოს 10. ანუ ჩვენ ვუყურებთ, რამდენი დაგვეკონტაქტა ჩვენ ვიზიტის შედეგად და რამდენი ვაქციეთ ჩვენ კლიენტად. ანუ სადღაც ეს არის 2%. ანუ ეს აუცილებელია გავაანალიზოთ და გავაანალიზოთ რის შედეგად მივიღეთ ჩვენ ეს ახალი კლიენტები, ანუ რამდენი დრო დახარჯეს მათ თქვენს ვებგვერდზე, რამდენი მათგანი დაგვიკავშირდა ჩვენ ამის შედეგად და დაასკვნა. ესე იგი, ვიცნობდეთ ჩვენ კლიენტებს, რა თქმა უნდა დავხარჯოთ დრო. უნდა ვიცნობდეთ ჩვენ კლიენტებს, განსაზღვროთ, ვინ გსურს მოვიზიდოთ და ვიცი მდგომარეობა შევისწავლოთ. დავაკმაყოფილოთ შესაბამისად მათი საჭიროებები უნდა დავგეგმოთ მარკეტინგი მათი გამოწვევების და საჭიროებების ირგვლივ და შევაფასოთ რა სახის სერვისის ხარისხით უნდა რა ხარისხის სერვისით უნდა უზრუნველყოთ ისინი. და აუცილებელია გავზომოთ ჩვენი წარმატება. დიდი მადლობა მაიკ, ეს არის ფანტასტიკური პრეზენტაცია იყო. ანუ ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიღაცა ვინც არ არის ბუღალტერი, ველაპარაკება ჩვენ როგორ ბუღალტრებს, აი მარკეტინგის და კომუნიკაციის საკითხებზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ამ საკითხებში გარკვეული არ ვართ. ახლა მე მინდა ირინას გადავცე ეს სიტყვა, იმიტომ რომ ირინა ფაქტიურად წარმართავს კითხვა-პასუხის სესიას. ჩეტის ფუნქციის მეშვეობით დაისვა მთელი რიგი შეკითხვები. თუ დღეს ვერ მოვასწრებთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, შემდეგ გავცემთ უკვე პასუხს კითხვებზე, შეიძლება წერილობით ან სხვა სესიის დროს. მადლობა მაიკ. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი პრეზენტაცია იყო და აგრეთვე ძალიან
მე წარმომიდგენია ბუღალტრებისთვის შეიძლება არ იყო ძალიან ადვილი აი ამ მარკეტინგულ სტრატეგიებზე მუშაობა. ასე რომ ჩვენ ახლა აუდიტორიისგან ველოდებით შეკითხვებს, მაგრამ ჩემი პირველი კითხვა იქნება შემდეგი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ აი მართლა ძალიან მცირე ფირმამ გაუმკლავდეს აი ამ მარკეტინგულ ღონისძიებებს თვითონ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვლევა დაჭირდებათ ამისთვის და ძალიან ბევრი ციფრული ან კომპიუტერული უნარები დაჭირდებათ მათ ამისთვის ანუ თუ მათ ისინი უნდა დაუკავშირდნენ ესე იგი ვიღაც სხვა პროფესიულ მარკეტინგულ ფირმებს და რომლებიც ამ სერვისს მიაწოდებენ. როგორ ფიქრობთ, ეს მართლა ძალიან კარგი შეკითხვაა და მე უბრალოდ ვიფიქრებდი იმაზე, რომ ამდენი ბიუჯეტი აქვს ამ ფირმას. ბიუჯეტი შეზღუდულია როგორც წესი. იდეა თუ ჩვენ ვიწყებთ ინვესტირებას კვლევაში ფაქტიურად ჩვენ გვაქვს გზამკვლევები ასეთი ფირმებისთვის, რომლის და მათ შეუძლიათ თვითონ, როდესაც ბიუჯეტი აქვს ძალიან შეზღუდული, მათ შეუძლიათ განახორციელონ ეს. ანუ ეს არის პროფესიული ძალიან ხშირად შეიძლება პროფესიული დახმარება, პროფესიონალების დახმარება მივიზიდოთ იმისთვის რომ ესე იგი დავძლიოთ გარკვეული პრობლემები თუ ჩვენ ვპოულობთ ვინმეს, ვისაც ვენდობით და გვინდა რომ რაღაც რეკომენდაციები მოგცეს მარკეტინგთან დაკავშირებით ამ გზის არჩევაც არის შესაძლებელი. ანუ ფირმამ შეიძლება თავისი ძალებით განახორციელოს ეს მარკეტინგული სტრატეგია და ამისთვის შიგნით საკუთარი ძალებით გარკვეული სამუშაო შეასრულოს. თუ ჩვენ გვაქვს 29 თანამშრომელი, შეიძლება არ ყავდეს საკმარისი სპეციალისტები იმისთვის, რომ მარკეტინგში იყვნენ გარკვეულები. ჩვენ მუშაობთ ფირმებთან, რომლებსაც ყავთ ერთი თანამშრომელი, მარკეტინგის მენეჯერი. ანუ ძალიან ხშირად ფირმა ქირაობს მარკეტინგის მენეჯერს და ფიქრობს, რომ ეს მარკეტინგის მენეჯერი ყველაფერს მოუგვარებს მათ, მაგრამ ეს არის შეცდომა. ანუ მარკეტინგის მენეჯერს უნდა მივცეთ ბიუჯეტი და ის შეიძლება იყოს გარკვეული სახის ექსპერტი, მაგალითად შეიძლება არ იყოს სოციალური მედიის ექსპერტი და მაინც დაჭირდება ხელშეკრულების დადება სხვა ფირმასთან, რომელიც სპეციალიზებულია პროფესიონალურად, ასე იგი მუშაობს აი ამ კონკრეტულ საკითხზე. ანუ მარკეტინგის მენეჯერი ფაქტიურად არეგულირებს და ორგანიზაციას უკეთებს ამ სამუშაოს, მაგრამ თვითონ ყველაფერს არ აკეთებს. ანუ ჩემი შემდეგი შეკითხვა იყო ზუსტად სოციალურ მედიასთან დაკავშირებით და ბიუჯეტთან დაკავშირებით. ანუ როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში ფირმა. ირინა, თქვენი ხმა წყდებოდა და ამიტომ არ მესმოდა თქვენი შეკითხვა ყოველთვის, ანუ სოციალური მედიის როლზე მეკითხებით, ხომ, მედიაში. სოციალური მედია მართლაც ინტერესის ცენტრშია. ძალიან ბევრი ფირმა დიდ ინტერესს გამოხატავს ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო თანამშრომლობა ამ სოციალური მედიის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით თქვენ დემონსტრირება მოახდინოთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების. მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა იფიქროთ, რომ ეს არის
უფრო მასიური სოციალური ჰაბი, მაგრამ თქვენ ამითი ასე იგი აცნობთ ხალხს საკუთარ თავს და ქმნით ონლაინ ურთიერთობებს, მაგრამ ამავე დროს თქვენ აუცილებლად სჭირდებათ ვებგვერდი, რომლის მეშვეობით ვებგვერდი იმისთვის რომ სამუშაო ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ და აგრეთვე ეს ლაიქები, მოწონებების დასმა უნდა შეწყვიტოთ თქვენს სოციალურ მედიაში, იმიტომ რომ როდესაც თქვენ დაიწყებთ ამ ლაიქების დასმას, ესე იგი სხვა ადამიანებიც დაიწყებენ თქვენს შესაბამისად თქვენ ვებგვერდზე ლაიქების დასმას და ძალიან ხშირად ის ადამიანები, რომლებიც გეკონტაქტებიან თქვენ სოციალური მედიის საშუალებით, ძალიან ხშირად ეს ის ხალხი არ არის, ვისაც უნდა თქვენგან რაღაცის ყიდვა. ეს არის უბრალოდ ურთიერთობების დამყარების საშუალება, მაგრამ მესიჯები, პირდაპირ მესიჯების გაგზავნა სოციალური მედიის მეშვეობით ამის არ გირჩევდით ამის გაკეთებას, ეს უნდა შეწყვიტოთ. მე პროფესიულად ძალიან აქტიური ვარ ძალიან ბევრ პლატფორმებზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-ზე და რაც შეეხება სოციალურ მედიას, არის რომელიმე მათგანი, რომელზეც ძირითადად უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი, ანუ რომელი პლატფორმა არის ყველაზე უფრო მიზანშეწონილი თქვენთვის. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ განსაზღვროთ, სად არიან თქვენი კლიენტების უმეტესობა, სად არის თქვენი კლიენტების უმეტესობა და კონცენტრირება გააკეთოთ იმ სოციალურ პლატფორმაზე. თქვენ უნდა შეხედოთ სტატისტიკას ორ მთავარ სოციალურ მედიაზე. Facebook-ი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი და თქვენ უნდა შეხედოთ ტრაფიკს Twitter-დან რამდენი ადამიანი გადმოდის თქვენს პლატფორმაზე, რამდენი ადამიანი მოიზიდეთ და რომ მათ ენახათ თქვენი ვებგვერდი. ანუ სტატისტიკას უნდა შეხედოთ Facebook-დან, Twitter-დან, რამდენმა ადამიანმა მოგმართათ თქვენ და რამდენ ადამიანს გაუჩნდა სურვილი ენახათ თქვენი ვებგვერდი ამ სოციალური მედიის ნახვის შემდეგ. რა თქმა უნდა, Facebook-ი და LinkedIn-ი არის ალბათ ყველაზე მთავარი ვებგვერდები, ყველაზე მთავარი პლატფორმები. ფაქტიურად თქვენ უყურებთ რომელ პლატფორმაზე არიან თქვენი კლიენტები ყველაზე მეტად ფოკუსირებული, კონცენტრირებული. და რა თქმა უნდა, აი ამ საშუალებებით უნდა მაქსიმალურად აწარმოოთ დიალოგი თქვენს კლიენტებთან და კომუნიკაცია. Obviously they're all in English. და აი ეს ვებგვერდები, ეს ლინკები, ბმულები მოათავსა მაიკმა სწორედ chat-ში და შეგიძლიათ მათი საშუალებით გადახვიდეთ აი ვებგვერდებზე და ნახოთ ხო, მე გეტყვით კონტექსტს. პირველი ვებგვერდი ეს არის ძირითადად ქონების მესაკუთრეებს ეხება, ეს Diamond Accounts, ძირითადად ეხება რესტორნების ბიზნეს და ჩვენ დავეხმარეთ აი ამ ფირმებს თავიანთი ნიშის პოვნაში, რომ ყოფილიყო უფრო სექტორზე ფოკუსირებული და შემდეგ მეორე არის UK landlord taxi, რომელიც დავეხმარეთ სწორედ აი ბინების გამქირავებლებს მათი ბიზნესის, ასე ვთქვათ, განვითარებაში. მადლობა მაიკ. ჩვენ გვაქვს ერთი შეკითხვა და მინდა ეს კითხვა და მინდა მონაწილეებს ასე ვთქვათ მოუწოდო რომ კიდევ დასვან შეკითხვები. და ვისაც სურს პირადად დასვას კითხვა, გთხოვთ აწიოთ ხელი და ჩვენ ჩაგირთავთ მიკროფონს.
ეს არის პირველი კითხვა. მონაცემთა ფირმა, რომელსაც ყავს სერტიფიცირებული აუდიტორი. როგორ იქნება თქვენი რეკომენდაცია ასეთ ფირმისთვის? კითხვა ძალიან ცუდად ისმოდა. რა ტიპის ფირმა ვერ გავიგე? ანუ ფირმა, რომელსაც მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული აუდიტორი ყავს, არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვს, რომ დაამატოს უახლოესი 3 წლის განმავლობაში კიდევ სხვა აუდიტორი. რა შეიძლება გააკეთოს? ანუ ბიზნესი რო გააფართოვოს, როგორ უნდა წარადგინონ, როგორ უნდა აწარმოონ საკუთარი მარკეტინგი იმისათვის, რომ გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი, რომ დაიქირავონ უფრო მეტი ადამიანები. შეიძლება ეხლა მნიშვნელოვანი იყოს ინვესტირება არა სხვა ადამიანების დაქირავებაში, არამედ მარკეტინგში. იმისათვის, რომ საკმაოდ რთული კითხვაა. მე დავამატებდი იმას, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მაგალითებია აი ამ ინდივიდუალური პრაქტიკოსების შესახებ მთელ მსოფლიოში. არ არის აუცილებელი ეს იყოს, რომ არ არის აუცილებელი, რომ გარკვეული სიდიდის ფირმა გქონდეთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ესე ვთქვათ, ინდივიდუალურ პრაქტიკოსებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა და ასეთ შემთხვევაში საკმაოდ ესეთი ვიწრო ნიშა შეგიძლიათ დაიკავოთ და ნახოთ ბაზარზე, რომლითაც თქვენ შეძლებთ თქვენი სერვისების მიწოდებას კლიენტებისთვის. ჩვენ ვინახავს ბოლო 5-10 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი მაგალითი თანდათანობითი კონსოლიდაციის და სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანუ აი ეს ბევრი ინდივიდუალური პრაქტიკოსი გაერთიანდა ამ წლების განმავლობაში და ჩამოყალიბდა გარკვეულ ფირმად იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, გაერთიანებინა თავისი გამოცდილება და გარკვეული პოზიცია და ნიშა დაეკავებინა ბაზარზე. ეს შესაძლებლობაც უნდა განიხილოთ, რა თქმა უნდა. კიდევ გვაქვს ერთი შეკითხვა. როგორ იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია? როგორ იპოვონ მათ თავიანთი ნიშა ბაზარზე, რომელიც მაგალითად შეიძლება იყოს მაგალითად საოჯახო ბიზნესი? კარგი კითხვა. ჩემი ასე ვთქვათ, რჩევა მათთვის, ვისაც სურს ნიშის პოვნა, ეს იქნება ის, რომ დავუშვათ ნახოთ ისეთი ფირმა ან პარტნიორი დავუშვათ, ვისთან ერთადაც თქვენ ისურვებდით ბიზნესის განვითარებას და წარმოებას. და ეს მნიშვნელოვანია, როგორია თქვენი ბიზნეს მოდელი. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი კვლევა და ჩვენ მაგალითად აი ამ ბინების გამქირავებლებთან დაკავშირებით ჩვენ შევარჩიეთ ეს არის ეფექტიანობის საკითხი, ანუ ჩვენ შევარჩიეთ ვისთან უფრო დავუშვათ ეფექტიანი იქნებოდა ბიზნესის წარმოება. ჩვენ ანუ გარკვეულად უნდა იმუშაოთ იმაზე და გარკვეულად ის თუ როგორი ასე ვთქვათ შეიძლება ბიზნესი უფრო საუკეთესო ვარიანტში განვითარდეს, ან რისი გაკეთება შეიძლება, ანუ ანალიზი უნდა აწარმოოთ ამასთან დაკავშირებით. ანუ თუ თქვენ გაქვთ უკვე და ასე ვთქვათ შეგნელი პრაქტიკა, დავუშვათ აუდიტში, ბუღალტერიაში, საგადახადო სერვისებში და ასე შემდეგ, თქვენ შეიძლება მოისურვოთ, რომ გადახედოთ თქვენი კლიენტების ბაზას და
და შეიძლება დაფიქრდეთ იმაზე, რომ მაგალითად შამ, ასე ვთქვათ, ნახოთ გარკვეულ დარგში, რომელი იქნება უფრო ყველაზე მომგებიანი სექტორი, ან ის ტიპი კლიენტებისა, რომელიც იქნება უფრო მომგებიანი, ან მიმდინარე კლიენტებიდან ვისთან ღირს დავუშვათ სერვისების მომსახურების და ასე ვთქვათ ურთიერთობის გაგრძელება. დიახ, ალბათ დამკვიდრებული აქვს შექმნილი პრაქტიკოსები ალბათ ასეთ მიმართულებას აირჩევდნენ. გვაქვს კიდევ შეკითხვები. მე შევნიშნე, რომ არის რომ ორმა მონაწილემ აწია, ასე ვთქვათ, ხელი და არ ვიცი მათ უკვე დასვეს კითხვა თუ არა. Okay, I will turn on the mic. მე ჩართავ ახლა მიკროფონს. Alex. Ramona, can you please turn on the mic for the gentleman with the raised hand? გამონახავ რომ ჩაურთოს მიკროფონი ბატონს, რომელიც ითხოვს სიტყვას. Irina, the mic is activated. He needs to activate it himself. Switch on. ანუ რეალურად მიკროფონი ჩართულია, თვითონ მან უნდა გააქტიუროს თავისი Your mic is on. ჩამთველი, ანუ მიკროფონი. მე შეიძლება მე შემეშალაო. Okay, it was probably a mistake. ეთყობა მე შემეშალა. Okay, well, in the absence Yeah. of further questions, რადგანაც კითხვები მეტი აღარ გვაქვს, მაშინ დავასრულებ დღევანდელ ჩვენს ტრეინინგს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მაიკს საინტერესო საუბრისთვის. რინამ ძალიან კარგად თქვა, რომ ასე ვთქვათ, ეს იყო ძალიან საინტერესო მარკეტინგის და პოზიციონირების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო ეს ტრეინინგი ბუღალტრებისთვის და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს სერვისები და ეს მარკეტინგული სტრატეგიები, რომ გამოიყენონ ბუღალტრულმა ფირმებმა და გადაერთვნონ ისინი საკონსულტაციო სერვისებზე და რა თქმა უნდა მათ უნდა გადაწყვიტონ, რა თქმა უნდა, თვითონ და მიიღონ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, თუ რისის შეთავაზება სურთ თავიანთი კლიენტებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაბამისად ამ სერვისებიდან გამომდინარე განახორციელონ შესაბამისი მარკეტინგული კამპანია და პოზიციონირება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მცირე ბაზარზე, სადაც რა თქმა უნდა შესაბამისად მსოფლიოსთან შედარებით ეს სეგმენტი საქართველოში მცირეა, მაგრამ თუ გადავხედავთ მსოფლიო ტენდენციას, ეს ბიზნესი და სერვისები ძალიან სწრაფად ვითარდება და ამიტომ საქართველოს ბაზარმაც რა თქმა უნდა ხალხი უნდა აუწყოს ამ საერთაშორისო ტენდენციას და აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში და ეს და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისები არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიოში და საქართველოშიც, რა თქმა უნდა, მსგავსი ასე ვთქვათ, მოვლენები უნდა წარიმართოს შესაბამისად იმისათვის და ეს კლიენტები და უბრალოდ კლიენტები
უნდა შევთავაზოთ უფრო მეტი მომსახურება ბუღალტერულმა ფირმებმა, ვიდრე ისინი ახლა იღებენ, ანუ დღევანდელი სესია, რა თქმა უნდა, ჩაწერილია და ის ხელმისაწვდომი იქნება SARAS-ის ვებგვერდზე, რომელიც არის ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანო და ის დღევანდელი სესიის შესახებ, რა თქმა უნდა, გარკვეული ინფორმაციაც იქნება გამოქვეყნებული მათ ვებგვერდზე და თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ დღევანდელ ჩვენს სტრიმთან დაკავშირებით, თუ შეიძლება გამოგვიგზავნეთ ის იმეილით და მეც და მაიკლიც ვეცდებით, რომ პასუხი გავცეთ მას. დღეს დღევანდელი სესია იყო მეხუთე ვებინარი ახალ მცირე და საშუალო პრაქტიკოსებისთვის ახალი მიმართულებების დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენ გქონდა საუბარი დღეს სწორედ აი მარკეტინგზე და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ახალ სერვისებზე გადასვლასთან დაკავშირებით. მარკეტინგული თვალსაზრისით ჩვენ აქ წარმოდგენილი გვაქვს ბმულები იმ მასალასთან, რომლებიც არის ინგლისურ ენაზე, ასე ვთქვათ, გამოქვეყნებული და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. თუ გვერდზე არის ბრჭყალებში მითითებული GE, ეს ნიშნავს, რომ ქართული თარგმანიც არის ხელმისაწვდომი ამ დოკუმენტების. რა თქმა უნდა, ესენი ითარგმნა მსოფლიო ბანკის მიერ, რისთვისაც მადლობას უხდით მათ. და დღევანდელი სესია ამით დასრულდა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაიკს, რა თქმა უნდა, თავისი გამოცდილების გაზიარებისთვის. დიდი მადლობა.